გამარჯობათ. ასკეტიკაში არსებობს ასეთი ტერმინი მზაკვარი სინდისი. რას ნიშნავს ეს? მაღალ კვალიფიციურ აფერისტებს აქვთ ასეთი სწავლება. თუ გინდა რომ ვინმე მოატყუო, ისე რომ იმ ადამიანმა ვერაფერი იეჭვოს. ჯერ შენ თვითონ უნდა დაიჯერო რაიმე ტყუილი და შემდეგ გულწრფელად მოატყუებ. თუ ადამიანმა თვითონ არ დაიჯერა, რომ ჟანგიანი მანქანა ჯობია ახალ მერსედესს, ხომ არ იყიდის და ვერც სხვას ვერ აყიდინებს. ღმერთმა თქვა არ იცრუო. ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ჩვენ უფლება არ გვაქვს მოვატყუოთ სხვა ადამიანები. პირველ რიგში ეს მოიაზრებს იმას, რომ არ მოვატყუოთ საკუთარი თავი. რასაც ხვდებით, რომ არის დანაშაული, აბსურდი, შეშლილობა, რაღაც პათოლოგია, გამართლება არ უნდა მოუძებნოთ ხოლმე. ეშმაკს და მის საქმეებს გამართლება არ აქვს, ამიტომ არც ჩვენ არ უნდა გავამართლოთ ხოლმე. ამპარტავნება ეს არ არის ღირსების დაცვა. ლოთობა ეს არ არის განტვირთვა. ქურდობა არ არის რესურსების ოპტიმიზაცია. ერთმა პატარა ბავშვმა მითხრა, მე კი ვიცი, რომ თოვლის პაპა არ არსებობს, მაგრამ თუ ამას ოჯახში ვიტყვი, მე კანფეტები აღარ იქნებაო და გაჩვენდა. გულწრფელი აფერისტობა ეს არის რაღაც მოუხელთებელი, რაღაც ზეფაქიზი გარიგება საკუთარ სინდისთან, როცა ადამიანმა არ იცის, იმიტომ რომ იცის, რომ არ უნდა იცოდეს, იმიტომ რომ საქმეს ასე ჭირდება. როგორც ეშმაკთან ნებისმიერი სხვა გარიგება, ეს გარიგებაც ადამიანის დაღუპით მთავრდება. არ გაბედოთ ასეთი გარიგებები. ბიბლიაში წერია, კაცი მზაკვარი სძაკს უფალსაო. რასაც ადამიანები ეძახიან მოხერხებულობას, რასაც საკუთარ შვილებს ასწავლიან როგორც მოხერხებულობას, ამით თურმე ხდებიან ღვთის წინაშე საზიზღრები. ღმერთმა დაგვეფაროს ასეთი განვითარებისგან. ღმერთო გაგახაროთ.